თბილისში ჯვარი გვეწევროს ყველა პანაშვიდებზე, ქორწილებში, ბანკეტებზე. ესენი არიან ერთად, ის პრორუსული, პროამერიკული მაბადეები ფეხებზე კიდიათ, ანგარაკები აქვთ ერთად, ბანკებში ანგარიშები გადანახული აქვთ ერთად, ის ნათესავდებიან, მოყრდებიან ერთად. აბა ეხლა რიგითი ღარიბის შვილს ხوار მიათხოვებენ, ქალიშვილს ხوار და ისიძევებენ იმათ შვილს. ერთმანეთში მიდის ეს ყველაფერი, დემოგრაფია, ბიზნესი, პოლიტიკა და იყოფიან იმისათვის, რომ არჩევნების წინ მოგვეტყუონ და უფრო ერთმანეთზე კარგები წარმოჩიდნენ. ერთი პოლიტიკური მშობლების ნაყოფია ოლიგარქია. მიუხედავად იმისა, მასაკერია მოსკოვი და პუტინი პირზე, თუ ატლანტიკა და ვაშინგტონი, მეგობრებო, ეს არ არის შემიგამოგონებელი, ეს სოფლო პოლიტიკის კანონია. თუ მქონებელთა ფენა არ მოვიცილეთ ხელისუფლებიდან, აქ იქნება შიმშილი, უბედურება, სიღატაკე, უმუშევრობა, ქვეყნის დაცლა და აქ ახმაურდება სხვა ხალხი ძალიან მალე. ამიტომ ჩვენ არა მარტო რეჟიმი უნდა შევცვალოთ პრორუსული ოლიგარქიული, არამედ ოლიგარქიული წყობა უნდა დავამხოთ 26-ში დემოკრატიული არჩევნების გზით. კი, ბატონო შალვა. ამისათვის ლეიბორისტული პარტიის არჩევა საჭირო. დანარჩენი გამოარო ერთი ოლიგარქი ჩაანაცვლა მეორე ოლიგარქი.